თქვენ დაკავებული ხართ გენიალური ნახატების შექმნის ბრალდებით, მაგრამ არ გაქვთ დუმილის უფლება. Წამოყევით. სახელი და გვარი. ძალიკო სულაგაური. ხომ იცით ის კომი დაგაკავეთ? ვიცი. აღიარებს თანშაურს. რა თქმა უნდა. ხატვარს შრომა უფრო სჭირდება თუ ნიჭი? შრომა ყველაფერს სჭირდება, მაგრამ ნიჭი ალბათ ჩემის აზრით. რომ არა მხატვარი რა პროფესიის იქნებოდა? მსახიობი მინდოდა, იმიტომ რომ ჩემს გარშემო მსახიობები ტრიალებენ, მაგრამ მაინც მხატვარი. რომელი სამი თვისება უნდა ქონდეს ყველა მხატვარს? რო ხატოს, სხვაზე მეზე არაფერზე არ ფიქროს, ყველაფერს აკვირდებოდეს. მხატვრობა არის თუ არა პროფესია? რა თქმა უნდა, ყველაზე ორიგინალური და ყველაზე საინტერესო პროფესია. იმიტომაც დამაგავეთ. საქართველოში მხატვრობით ფული იშოვება თუ არა? ფული ყველაფრით იშოვება და მხატვრობით აუცილებლად იშოვება და არ გეგონოთ, რომ მხატვარი კიბის ქვეშ კვდება მარტო. რა არის ყველაზე უცნაური ხატვის სტილი, რაც გიცდია? აბსტრაქტული რაღაცეები. რომელი მხატვარი მოგწონს ყველაზე მეტად? ეგ იგივეა, რომელიც საჭმელი მოგწონს ყველაზე მეტად. ამ საუკუნესთა ქართველი. ლევან ხარანაული. შენი აზრით საკმარისად დაფასებული ხარ თუ არა? იმაზე მეტად ვარ დაფასებული, ვიდრე მეკუთვნის. რომელი ფრაზა გაღიზიანებთ მხატვრებს ყველაზე მეტად? აუ, დამხატე რა. როგორ მოიქცევი ერთ დღესაც ხატვისგან სიამოვნება რომ გადაგინებო? მარტივია, არ დავხატავ. მომაშორეთ ესა და არ დავხატავ. მოიქცევი კარგად. უკეთესი მხატვარი ხარ თუ ხატვის მასწავლებელი? უკეთესი მხატვარი ვარ, ხატვის მასწავლებელი არ ვარ ეგეთი, მაგარი როგორც კარგად ვხატავ. სხვა არტისტების ნამუშევრებისგან ინსპირაციას იღებ თუ არა? რა თქმა უნდა. პატარა ბალახი რო ხარ, არსებობენ დიდი ხეები, რომელიც ზევიდან დაგყურებენ. და მე შენ თავი უნდა იპოვო. შენ თავს თუ იპოვებ, ყველაზე მაგარი მაშინ ხარ. რა დაგიხატავს ისეთი, რითაც საკუთარი თავიც გააოცე? ჯერ ეგეთი სასწაული არ დამიხატავს. ხავს გონია რომ მაგარი ვარ, მაგრამ ეგეთი მაგარიც არა ვარ. შენი აზრით რა აკლია მხატვრობის სფერო საქართველოში? ზოგადად ყველაზე დასაფასებელი ადამიანი არის მხატვარი. 10,000 კაცში რო ერთი არის ის მხატვარი მაგარი. ზუსტად იმას უნდა ეფერებოდე და კი არ იჭერდე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მხატვარი იყოს? ყველას შეუძლია იყოს მხატვარი, ოღონდ თავიდან ვთქვი, ამისათვის საჭიროა ნიჭი, პლუს მონდომება. ნებისმიერ დროს შეგიძლია დახატო თუ განსაკუთრებულ მუზას ელოდები ხო? ნებისმიერ დროს შემიძლია დავხატო. აი ასეთ მდგომარეობაშიც კი. ახლა მოგცემთ 1 მილიონს, ოღონდ აღარასდროს უნდა დახატო და თან გაგათავისუფლებთ. გაწყობს? 1 მილიონი რა არის? 1 მილიონი თვითონ ახატი ეს ჩემი. 3 ნული უნდა მიაწერო და მე ვილაპარაკოთ.